დიოშენის კუნთოვანი დისტროფია არის იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც იწვევს კუნთებში პროგრესირებად დეგენერაციას და სისუსტეს. მიზეზი არის ცილა დისტროფიზის ნაკლებობა, რომელიც კუნთოვანი ბოჭკოების სიმტკიცისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს დაავადება ძირითადად ბიჭებში გამოვლინდება ადრეულ ასაკში, 3-5 წლის ასაკში, ხოლო დროთა განმავლობაში ნელ-ნელა იწყება კუნთების დეგენერაცია, მათ შორის ფილტვის და გულის მიდამოებში, რაც ადრეულ ასაკშივე იწვევს ლეტალურ შედეგს. სულ რაღაც 2 თვე გავიდა, მას შემდეგ რაც ამ დაავადების უკანასკნელი მსხვერპლი 17 წლის ბიჭი დაკრძალეს მშობლებმა. ის იყო მესამე მსხვერპლი, რომელიც ამ დაავადებას ემსხვერპლა ბოლო 1 წლის განმავლობაში. საქართველოში დაახლოებით 100-მდე დიოშენის სინდრომის მქონე ბავშვია რეგისტრირებული, რომელთაც ჭირდება წამალი გადარჩენისთვის და ცხოვრების შესანარჩუნებლად. ქართველი მშობლების და აქტივისტების მთავარი მოთხოვნა ბოლო წლებში რამდენიმე ძვიადღირებული მედიკამენტის შემოტანას უკავშირდებოდა. თუმცა ყველაზე ხშირად საუბარია პრეპარატ ტრანსლარნაზე, რომელიც ყოველწლიურად უნდა მიიღოს ამ დაავადების მქონე ბავშვმა იმისთვის, რათა შეძლოს არსებობა და შეინარჩუნოს სიცოცხლე და სიცოცხლის ღირსეული ხარისხი, იმისთვის, რათა ამ ბავშვების ყოველწლიური წამლის ფული დაფინანსდეს, დაახლოებით 50 მილიონი ლარი არის ბიუჯეტიდან საჭირო. 50 მილიონი ლარი ცოტა თანხა არ არის და ალბათ იკითხავთ ეს ფული საიდან უნდა მოვიდეს და რას უნდა მოაკლოს ხელისუფლებამ ეს თანხაო. თუმცა რეალურად საქმე სხვაგვარად არის და არის უამრავი ხარჯი, უამრავი უწყება და უამრავი პროექტი, რომელშიც ხელისუფლება რეალურად ასეულობით მილიონ ლარს ფლანგავს. დღევანდელ ეპიზოდში სწორედ აი ასეთ ხარჯვებზე, აი ასეთ ბიუჯეტის ფლანგვებზე და აი ასეთ უსარგებლო საჯარო უწყებებზე მოგითხრობთ, რომელსაც შეიძლება ფული ისე მოვაკლოთ, რომ არც სახელმწიფოს ინტერესები დაზიანდეს, არც საჯარო მმართველობის ხარისხი გაუარესდეს და ამ ბავშვების სიცოცხლე გადარჩეს და შენარჩუნდეს. უპირველესად მინდა დავიწყო რაცა ადამიანების უხილავი არმიით, ეგრეთ წოდებული შტატგარეშე თანამშრომლებით, რომლებიც საჯარო უწყებებში არის დასაქმებული. შტატგარეშე თანამშრომლების ფუნქცია არის ის, რომ მათ შეასრულონ ისეთი უფლება მოვალეობები და ისეთი ვალდებულებები, რომლის შესრულებაც არსებულ სიტუაციაში შტატიანი თანამშრომელს არ შეუძლია, ან დროის უქონლობის, ან კვალიფიკაციის უქონლობის გამო და დროებით საჭირო არის აი ამ ასე ვთქვათ სამსახურის ამ მოვალეობის შესრულება და ამისთვის ვქირავთ ადამიანს დროებით. აქ დროებითობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, ეს ნიშნავს, რომ არ შეიძლება შტატგარეშე თანამშრომლები დიდი ვადით და დიდი რაოდენობით მუდმივად ყავდეს დაქირავებული და ბიუჯეტიდან უხდიდე ასეულობით მილიონი ლარის ხელფასებს ან პრემია დანამატებს. საქართველოში აი ამ შტატგარეშე თანამშრომლების პრაქტიკა მიიღო მახინჯი კორუფციული ასე ვთქვათ პრაქტიკის სახე. ეს გახდა ქართული ოცნების ჩინოვნიკების, მათი ნათესავების, მათი პარტიული ლოიალისტების და მათთან დაახლოებული პირების დასაქმების რაღაცა თავშესაფარი. ანუ რეალურად არ არსებობს საჭიროება ამ სამუშაო შესრულების, არ არსებობს საჭიროება რაღაცა ახალი შტატების მოგონების და ადამიანების ამ ფორმით დასაქმების, თუმცა იმისთვის, რომ მათი რაღაც პარტიული ინფრასტრუქტურა შეინარჩუნონ, იმისთვის, რომ ბევრი ადამიანი დააკმაყოფილონ ბიუჯეტიდან რაღაცა ხელფასებისა და სხვაგვარი ბენეფიტების სახით, წლის განმავლობაში იბერება შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა. თუ კი 2013-14 წლებში შტატგარეშე თანამშრომლებისთვის 100-120 მილიონი ლარი იხარჯებოდა ხელფასებში, წლების განმავლობაში ეს რაოდენობა ფაქტობრივად 7-ჯერ გაიზარდა და 2026 წელს უკვე 700 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული იმისთვის, რომ შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასებში დაიხარჯოს. 2025 წელს 690 მილიონი დაიხარჯა მათი ხელფასებისთვის. საერთო ჯამში 2013 წლიდან დღემდე 4 მილიარდ 200 მილიონი ლარი არის ისეთი, რომელიც დაიხარჯა შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასებში, პრემია დანამატებში და მათი შრომის ანაზღაურებაში. რეალურად ამ წლების განმავლობაში არც საჯარო მმართველობის ხარისხი გაუმჯობესებულა, არც რაღაცა ქვეყანა წასულა წინ მათი სამუშაოთი და მათი ვალდებულებების შესრულებით და რეალურად მივიღეთ ის, რომ ჩვენი ჯიბიდან ვაფინანსებთ რაღაცა გამოგონილ სამსახურებს, რომელთა არსებობა რეალურად ქართული ოცნების გარდა არავის არ სჭირდება. და რომ აგიხსნათ დაახლოებით როგორი ტიპის სამსახურებზე არის საუბარი და რა იგულისხმება შტატგარეშე თანამშრომლებში, აი რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ წარსული პრაქტიკიდან. მაგალითად 2021-2022 წლებში ბორჯომში იყო დაარსებული ერთ-ერთი IP, სადაც იყო სხვადასხვა წრე ბავშვთა მოსამზადებელი, მათ შორის იყო ტრამპლინახტომის, ჰოკეის და საციგურაო წრეები. მუშაობდა 8 ადამიანი აი ამ მიმართულებებზე სპეციალისტებად.
2 წლის განმავლობაში მათ ხელფასის სახით აიღეს 70,000 ლარი. ოღონდ საქმე იმაშია, რომ ბორჯომში არც ტრამპლინის გადმოსახდომი ინფრასტრუქტურა, არც საციგურაო მოედანი და არც ჰოკეის მოედანი არ არსებობდა. ანუ უბრალოდ ეს ადამიანები იყვნენ გაფორმებულები, იღებდნენ ათასობით ლარს ხელფასის სახით და არც ბავშვებს უხეირი აქედან, არც მშობლებს, არც ბორჯომს და არც არავის გარდა იმისა, რომ ჩვენ მოგვიწია მათი ხელფასების დაფინანსება. იგივე ბორჯომში იმავე წლებში იყო 10 სოფლის კლუბის დირექტორი დასაქმებული, რომელსაც ევალებოდა აი ამ კლუბის მოვლა პატრონობდა, აი ამ საკლუბო, ასე ვთქვათ, საქმის განვითარება ამ სოფლებში, ხო, იგულისხმება იქ რაღაცა ლიტერატურის ხელშეწყობა, სპორტის ხელშეწყობა და ასე შემდეგ. ამ 10 ადამიანის ხელფასი წლების განმავლობაში დაახლოებით 100,000 ლარზე ავიდა, საუბარია 2022-2023 წლებზე. ოღონდ საქმე იმაშია, რომ აუდიტის დასკვნის თანახმად აი ამ სოფლებში ეს კლუბები ან საერთოდ არ არსებობდა, ან სადაც არსებობდა, იყო ისეთ ამორტიზირებული და ისეთ, ასე ვთქვათ, ავარიულ მდგომარეობაში, რომ ისინი ფაქტობრივად ვერ ფუნქციონირებდა. ანუ ამ ადამიანებსაც უხდით 10,000 ლარის ხელფასი ისე შტატგარეშე თანამშრომლებს, რომ მათი, ასე ვთქვათ, სარგებელი არავის არ უნახავს ამ ქვეყანას. სხვა შორის იგივე იყო ჭიათურაშიც 2024-2025 წლებში ერთ-ერთ სოფელში კლუბის ხელმძღვანელი ყავდათ დანიშნული და უხდიდნენ ათასობით ლარის ხელფასს და ამ სოფელში კლუბი საერთოდ არ არსებობდა. კიდევ ერთ მაგალითს შეგახსენებთ, მაგალითად ხონში არსებობდა ესე სასაფლაოების მოვლის სამსახური. ამ სასაფლაოების მოვლის სამსახურში 24 თანამშრომელი იყო დასაქმებული, საიდანაც მხოლოდ 9 იყო უშუალოდ მომვლელი, ხოლო დანარჩენი 15 იყო სპეციალისტი, ზედამხედველი, უმცროსი სპეციალისტი, საშუალო რგოლის სპეციალისტი, ანუ ზედამხედველები იყვნენ რეალურად, მათი ხელფასი იყო 7-ჯერ მეტი ვიდრე სასაფლაოების მომვლელების და რა თქმა უნდა, რეალურად მათი საჭიროება არ არსებობდა. ბიუჯეტიდან მათ უხდიდით 10,000 ლარის ხელფასს და მათი სარგებელი იყო ნულოვანი. აი ეს არის შტატგარეშე თანამშრომლების არსი, აი ეს არის ის, რაშიც გადავიხადეთ 4 მილიარდ 200 მილიონი ლარი და მაშინ როცა გვეუბნება მთავრობა, რომ მაგალითად არ აქვთ 50 მილიონი ლარი ყოველწლიურად ბავშვების წამლის ფულისთვის, ეს არის უბრალოდ ტყუილი და მანიპულაცია. შტატგარეშე თანამშრომლების აი ესეთი გაბერილი და მზარდი რაოდენობა პირდაპირ დასტურია იმისა, რომ ასეთი ფული და ამაზე 10-ჯერ და 20-ჯერ მეტი რაოდენობის ფული რეალურად ხელმისაწვდომი არის საქართველოს ბიუჯეტში. გარდა შტატგარეშე თანამშრომლებისა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2026 წელს 3 მილიარდ 400 მილიონი ლარი დაიხარჯება შტატიან თანამშრომლებზეც, რომელთა ხელფასი წინა წელთან შედარებით 395 მილიონი ლარით გაიზარდა. შედარებისთვის რო ვთქვათ, 16,000 ლარამდე გაიზარდა ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის და მიხეილ ყაველაშვილის ხელფასი, 14,000 ლარამდე გაიზარდა ministrების ხელფასი, 13,000 ლარი გახდა პარლამენტის დეპუტატების ხელფასი. რეალურად გარდა აი ამ სახელფასო ანაზღაურებისა, მათ 527 მილიონი ლარის პრემია დანამატები აიღეს, მაგალითად მხოლოდ 2024 წელს. ეს ყველაფერი იმ პირობებში ხდება, როდესაც არც სახელმწიფო სერვისების ხარისხი უმჯობესდება, არც ხელფასები იმატებს კერძო სექტორში იმ ტემპით და იმ რაოდენობით, როგორც ეს საჯარო სექტორში ხდება და თუ მაგალითად ამ 400 მილიონი ლარის ნაცვლად 350 მილიონი ლარით გაიზრდნენ ხელფასებს 2026 წელს და შესაძლებელი იქნებოდა 50 მილიონი ლარის დაზოგვა იმისთვის, რომ ამ ბავშვების წამლის ფული დაგვეფინანსებინა, ამით არც ამ მილიონერ ჩინოვნიკებს მოაკლდებოდათ შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად 1 წლის განმავლობაში და ამ ბავშვების სიცოცხლეც გადარჩებოდა. მსგავს ასე ვთქვათ, დაშვებას არც აკეთებს ხელისუფლება, იმიტომ რომ მათთვის აი ამ პრემია დანამატების და ამ ხელფასების ზრდა და ამის დაფინანსება ბიუჯეტიდან არის მთავარი ამოსავალი წერტილი, რის გამოც ისინი ხელისუფლებაში არიან, რის გამოც ისინი ძალაუფლებას ესე ებღაუჭებიან და რის გამოც ისინი მათ შორის ზუარს ეუბნებიან აი ამ დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს წამლის დაფინანსებაზე. ჩვენ გვაქვს 9 რეგიონი და შესაბამისად 9 სახელმწიფო რწმუნებული, იგივე გუბერნატორი. კანონმდებლობის მიხედვით სახელმწიფო რწმუნებულის ფუნქცია არის ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის წარმომადგენლობის და კოორდინაციის გაწევა. მის ფუნქციებში შედის აგრეთვე ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტების მუშაობის კოორდინაცია, ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და მისი კოორდინაციის უზრუნველყოფა ადგილობრივ რეგიონის დონეზე. თუ რეგიონში მაგალითად გზა არის დასაგები, ამას ადგილობრივი მერია ან ინფრასტრუქტურის სამინისტრო აკეთებს. თუ სკოლაა ასაშენებელი, ამას განათლების სამინისტრო კურირებს.
გუბერნატორს არის დამოუკიდებელი ბიუჯეტი აქვს. არც რეგიონის განვითარების რაღაცა ცალკე ხედვა და ცალკე პოლიტიკის წარმოების შესაძლებლობა. და არანაირი ძალაუფლება მას არ გააჩნია, რომ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებები მიიღოს ამ თუ იმ რეგიონის განვითარების შესახებ. შესაბამისად, ის არის ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული, რაცა ერთგვარი ზედამხედველის პოზიცია, რომლითაც ხშირად მმართველი პარტია ცდილობს ადგილობრივ დონეზე მისი პარტიული ინტერესები გაატაროს და კოორდინაცია გაწიოს პარტიული ინფრასტრუქტურის განვითარების, პარტიული მორჩილების და პარტიული პოლიტიკის გატარების მიმართულებით. ეს არის გუბერნატორების რეალური ფუნქცია, რასაც ისინი ასრულებენ აი ასეთი მოწყობის სისტემაში, რომელიც ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს. გუბერნატორის აპარატების შენახვა 5-დან 8 მილიონი ლარი ჯდება ყოველწლიურად. 2013 წლიდან დღემდე ჯამში 80 მილიონი ლარი დავხარჯეთ მათ პრემია დანამატებში, ხელფასებში, ჯიპებში, კომფორტში. შესაბამისად, ეს რაღაცა ერთგვარი პარტიული ODR-ის აპარატი, რომელსაც გუბერნატორის ინსტიტუტი ეწოდება, არის უბრალოდ უსარგებლო ხარჯი საქართველოს ბიუჯეტისთვის და არანაირი შედეგი და არანაირი ხეირი მას საჯარო მმართველობის განვითარებისთვის, დეცენტრალიზაციისთვის, რეგიონული განვითარებისთვის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჰარმონიული მუშაობისთვის არ მოაქვს. ამ დროს კი დაიხარჯა 80 მილიონი ლარი მხოლოდ 2013 წლიდან დღემდე და ეს თანხარი თითქმის ორჯერ მეტი იმაზე, ვიდრე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების წამალს ყოველწლიურად სჭირდება. ამიტომ როდესაც ხელისუფლება გვეტყვის, რომ ეს ფული საიდან უნდა მოიტანონ, ამაზე პასუხი არსებობს და ეს პასუხი არის გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმება. რომ ვიცოდეთ, მაინც გუბერნატორის ხელფასი 2026 წელს 10,000 ლარი გახდა. ხოლო მათი მოადგილეების ხელფასი 6-7,000 ლარია. ეხლა სულ რამდენიმე კვირს წინ ახალი კანონი დაინიცირეს, რითაც აი ამ 6-7,000 ლარიან ხელფასზე კიდევ პრემია დანამატის აღების შესაძლებლობა გაუჩნდებათ გუბერნატორის მოადგილეებს და ესე იგი მათი რაღაცა ყოველწლიური ხელფასი არა 70 და 80,000, არამედ 100 და 120,000 ლარი უნდა გახდეს. იმის კეთებაში, რასაც სარგებელი საერთოდ არ მოაქვს. აი ეს არის კლასიკური განმოვლინება იმისა, თუ ქართული ოცნება როგორ უყურებს ბიუჯეტის ხარჯვის პრიორიტეტებს, რომელ ადგილზე არის მათთვის ბავშვების ჯანმრთელობა, მათი სისხლის გადარჩენა და როგორი პრიორიტეტული არის ამავე დროს მათთვის მათი საჯარო სექტორის დაფინანსება, მათი პარტიული მუშაკების დაფინანსება და მათი ძალაუფლების შენარჩუნება ჩვენი გადახდილი ბიუჯეტის ფულით. ახლა მინდა მოგითხროთ საქართველოს ბიუჯეტის კიდევ ერთ შავ ხვრელზე, რომელსაც საქართველოს ბიუჯეტისთვის ზარალის და ხარჯის მეტი არაფერი მოაქვს. გულისხმობ საზოგადოებრივ მაუწყებელს. ტელეკომპანიას, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ასეულობით მილიონი ლარი თუ აფინანსებთ და თუ მაგალითად 2013 წელს მისი წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 40-51 მილიონი ლარი იყო, 2026 და 2025 წელს ის ბიუჯეტიდან უკვე 101 მილიონი ლარით ფინანსდება. ოფიციალურად საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია არის ის, რომ ის იყოს მიუკერძოებელი, ყველასთვის ხელმისაწვდომი საჯარო ტელევიზია, რომელიც გააჟღერებს ყველას აზრს, ყველა განსხვავებულ მოსაზრებას მისცემს პლატფორმას, იქნება დებატების სივრცე, იქნება ხელმისაწვდომი სოციალური კამპანიებისთვის, ის იქნება გახსნილი ყველა კრიტიკული ჯგუფებისთვის და არ იქნება მხოლოდ რაღაცა სამთავრობო ტელევიზია, მაგრამ ქართულ პრაქტიკაში საზოგადოებრივი მაუწყებელი არის გადაქცეული ქართული ოცნების პარტიულ რუპორად, რომელიც ახორციელებს, აჟღერებს მათ პროპაგანდისტულ გზავნილებს, რომლის ტრიბუნაც ეთმობა ძირითადად რაღაც ქართული ოცნების ჩინოვნიკებს, რომლებიც გამოდიან და გვიყვებიან, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და რა თქმა უნდა, ეს 100 მილიონი ლარის დაფინანსება ხმარდება იქ დასაქმებული 100 ადამიანის ხელფასებს, პრემია დანამატებს, მათ კომფორტს და მათ სოციალურ კეთილდღეობას. 2013 წლიდან დღემდე საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან დაფინანსდა 950 მილიონი ლარი. ანუ თითქმის 1 მილიარდი ლარი გადავიხადეთ იმ ტელევიზიის დაფინანსებაში, რომელსაც არავინ არ უყურებს. 2024 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ შენობაში გადავიდა, თითქოს ძველი შენობა მათთვის საკმარისი არ იყო. ამ ახალი შენობის აშენება სახელმწიფო ბიუჯეტს 85 მილიონი ლარი დაუჯდა. თითქმის 1,100 მილიონი ლარი არის დახარჯული საზოგადოებრივი მაუწყებლის შენახვაში ბოლო 14 წლის განმავლობაში, ისე რომ ამ ტელევიზიას არანაირი სარგებელი ქართველი ხალხისთვის არ მოუტანია. ამ ტელევიზიის დირექტორის თინათინ ბერძენიშვილის ხელფასი წინა წელს 16,000 ლარი გახდა, რაც
რა თქმა უნდა საქართველოს პირობებში კოლოსალური რაოდენობის რიცხვია. ოღონდ როგორც ჩანს, მისი პარტიული ლოიალობა ფასდება იმდენად, რომ მთავრობა არ იშურებს ფულს მისი დაფინანსებისთვის და მისი კომფორტის შექმნისთვის. ოღონდ, ოდესაც მშობლების თხოვენ, რომ წამლებისთვის და დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების სიცოცხლის შესანარჩუნებლად 50 მილიონი ლარი არის წლიურად საჭირო. ისინი პასუხობენ, რომ მათ ამის ფული არ აქვთ, მაგრამ ამაზე ორჯერმეც ისინი ყოველწლიურად საზოგადოებრივ მაუწყებელს აძლევენ. ახლა კი მინდა მოგითხროთ სახელმწიფოს თანამონაწილეობით შექმნილ კერძო კომპანიებზე, შემოკლებით სახელმწიფო კომპანიებზე, რომლებიც წესით და რიგით იქმნება იმიტომ, რომ მთავრობამ შეძლოს რაღაცა დამატებითი ფუნქციების შესრულება, ისე რომ ახალი საჯარო სამსახურის შექმნა და დაკომპლექტება მას არ დასჭირდეს, რასაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და საკანონმდებლო პროცედურები სჭირდება. ამიტომაც აპრობირებული მეთოდია ის, რომ კერძო კომპანიების სახით სხვადასხვა სერვისების მიწოდება, განახორციელება, მაგალითად დასუფთავება ქალაქში, მაგალითად რაღაცა მოსაკრებლის აკრება პარკირების სივრცეებიდან და ასე შემდეგ. ეს არის არსი იმისა, რატომაც შეიძლება კერძო კომპანიის სახით ოპერირებდეს სახელმწიფო. ხო, იგივე არის მაგალითად საქართველოს ფოსტა, საქართველოს რკინიგზა, საქართველოს წყალმომარაგების კომპანია და ასე შემდეგ. ანუ ჩანაფიქრი ამ ყველაფერს არის აბსოლუტურად ადეკვატური და აბსოლუტურად ნორმალური, მაგრამ საქართველოს პირობებში ესეც გახდა ზარალიანი პარაზიტი წარმონაქმნი, რომელიც სავსე არის ქართული ოცნების ჩინოვნიკებთან დაახლოებული რაღაცა მეგობრებით, ნათესავებით, კვალიფიკაციის მიხედვით იქ ადამიანების აყვანა და დასაქმება არ ხდება, რამაც გამოიწვია ის, რომ სახელმწიფო კომპანიები რეალურად გახდნენ წამგებიანი კომპანიები წლების განმავლობაში. მილიარდობით ლარი არის ის ზარარი, რომელიც სახელმწიფო კომპანიებმა მიაყენა საქართველოს ბიუჯეტს. 2013 წლიდან 2026 წლის ჩათვლით 2 მილიარდ 100 მილიონი ლარი არის ის სუფთა ზარალი, რომელიც სახელმწიფო კომპანიებმა მიაყენეს საქართველოს ბიუჯეტს. ანუ არც ერთი ეს კომპანიები არ ფუნქციონირებს ისე, რომ არათუ მოგება დატოვოს და სახელმწიფო ბიუჯეტმა ამით იხეიროს, არამედ თავის შენახვა მაინც შეძლოს. ირაკლი კობახიძემ რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ მათ რეორგანიზაცია განახორციელეს სახელმწიფო კომპანიებში, რის შედეგადაც 700 მილიონი ლარი დაზოგეს. ხო, არ მოგესმათ 700 მილიონი ლარი, რომელიც არის 14-ჯერ მეტი, ვიდრე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების წამლის წლიური რაოდენობა. მაგრამ თურმე ეს 700 მილიონი ლარი ისევ სახელმწიფო კომპანიებში ჩააბრუნეს მათი უკეთ ამოქმედებისა და განვითარების მიზნით. ანუ სახელმწიფო კომპანიები, რომლებიც ისედაც ზარალიანია, ისედაც ბიუჯეტს უამრავი მილიარდი ლარის ზარალს აყენებს და რომელსაც სარგებელი ფაქტობრივად არ მოაქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის, ამაში ჩააბრუნეს თურმე 700 მილიონი ლარი ნაცვლად იმისა, რომ მოხდეს რეალური რეორგანიზაცია ამ კომპანიების, იქაური კადრები დაკომპლექტდეს მათი კვალიფიკაციისა და დამსახურების მიხედვით, გაიწმინდოს კორუფციისგან, გაიწმინდოს ნეპოტიზმისგან და გახდეს რეალურად მომგებიანი კომპანიები, ხოლო გამოთავისუფლებული ფული მოხმარდეს იმ საჭიროებებს, რომელიც მოქალაქეებს აწუხებს, მაგალითად დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების წამლის ყიდვას და დაფინანსებას. მაგრამ როგორც ჩანს, ქართული ოცნება ვერ ელევა აი ამ რაღაცა პარტიულ ყულაბას და აი ამ რაღაცა პარტიულ ინფრასტრუქტურას, რომელიც სახელმწიფო კომპანიების მეშვეობით ააშენა და რომელსაც ძალიან აქტიურად და ძალიან წარმატებით იყენებს საარჩევნო პერიოდში ხმების მობილიზაციისთვის. ეს არის რეალურად აი იმ უტიფრობის გამოვლინება და აი იმ უტიფრობის განსახიერება, რასაც ქართული ოცნება განასახიერებს მისი მმართველობის 14 წლიანი პერიოდის განმავლობაში, როდესაც ფული ყოველთვის არსებობს მათი კომფორტისთვის, მაგრამ არასდროს არსებობს ხალხის საჭიროებისთვის. გახსოვთ ალბათ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილმა ზარზე იმით, რომ აჩუქა საქართველოს სახელმწიფოს საკონცერტო დარბაზი შეკვეთილში. ქვეყანა შეემატა ულტრათანამედროვე უმაღლესი დონის საკონცერტო დარბაზი, ლექსი არენა. ეს გახლავთ ფონდი ქართუს მიერ განხორციელებული 200 მილიონიანი პროექტი და დღეს ფონდი ქართუ ამ შესანიშნავ საკონცერტო დარბაზს მთლიანად ჩუქნის სახელმწიფოს. რეალურად ეს ნაჩუქარი საკონცერტო დარბაზი საქართველოს ბიუჯეტისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის თავის ტკივილის გარდა სხვა არაფერი არ აღმოჩნდა. ერთი იგავი მინდა შეგახსენოთ, ძველი აღმოსავლეთ აზიური, უბრალოდ ტაილანდური იგავი არის თეთრი სპილოს შესახებ. ამ იგავის თანახმად თუ უნდა მეფეს, რომ მისი რომელიმე ქვეშევრდომი დაესაჯა და ის ცუდ მდგომარეობაში ჩაეგდო, მას საჩუქრად ჩუქნიდა ესეთი ძვირფასი
ჯიშის და ძვირფასი წარმოშობის თეთრ სპილოს, რომლის სამუშაოდ გამოყენების უფლებაც ამ დიდგვაროვანს არ ჰქონდა. სამაგიეროდ მისთვის უნდა რაღაც მიეწოდებინა მაღალი ხარისხის საკვები, უნდა მოევლო, რაღაცა მოეკაზმა და ყოლოდა რაღაცა კომფორტულ მდგომარეობაში. თეთრი სპილოს შენახვა ამ დიდგვაროვნებს იმდენად ძვირი უჯდებოდათ და თანაც ვერ იყენებდნენ და ვერანაირ სარგებლობას მისგან ვერ იღებდნენ, რომ დროთა განმავლობაში ისინი კოტრდებოდნენ და ხშირად უწევდათ მთელი თავისი ქონების და მთელი თავისი ავლადიდების დათმობა აი ამ მეფისთვის. ეს თეთრი სპილოს იგავი მიუთითებს ისეთ საჩუქარზე, რომელსაც წყევლის მეტი და ზიანის მოტანის მეტი არაფერი არ მოაქვს იმისთვის, ვისაც ჩუქნიან. აი ესეთ თეთრ სპილოდ გადაიქცა ბლექსიარინა საქართველოს მოქალაქეებისთვის და საქართველოს ბიუჯეტისთვის. ყოველწლიურად ამ მხოლოდ შენობის მოვლას დაახლოებით 5 მილიონი ლარი სჭირდება. იმისთვის რომ იქ რაღაცა ადმინისტრაციის ხელფასები გადაუხადოთ, რაღაც კომუნალურები გადავიხადოთ, რაღაც ტენიანობა შენარჩუნდეს, დასუფთავდეს და ასე შემდეგ. ანუ მხოლოდ შენობის მოვლა სჭირდება დაახლოებით 5 მილიონი ლარი. შესაბამისად 2016 წლიდან დღემდე დაახლოებით 50 მილიონი ლარით დავაფინანსეთ ბლექსიარენას მხოლოდ შენობის მოვლა შენახვა. მეორე ამბავია ის თუ რა კონცერტები დაფინანსდა აი ამ ბლექსიარენას სივრცეში, ხო? დაახლოებით 70 მილიონი ლარი არის იმ სუბსიდიების რაოდენობა, რომელიც სახელმწიფომ გამოჰყო ამ საკონცერტო დარბაზში რაღაცა უცხოელი ვარსკვლავების კონცერტების დასაფინანსებლად. ამ 70 მილიონი ლარიდან რა თქმა უნდა მიზერული იყო ის შემოსავალი, რაც ბილეთების გაყიდვით იქნა მიღებული, ფაქტობრივად 70 მილიონი ლარი არის ზარალი, რომელიც ბიუჯეტმა მიიღო. სხვადასხვა სულ რამდენიმე კვირის წინ გაირკვა, რომ კანიე ვესტი ჩამოყავთ, რამდენიმე მილიონი დაუჯდება ეს ბიუჯეტს და ქართული ოცნება მზად არის ეს თანხა დაუყოვნებლივ გადაიხადოს, იმიტომ რომ მთავარია იყოს სანახაობა, მთავარია იყოს შოუ, მთავარია იყოს გართობა. იმისთვის რომ ადამიანებმა რეალურ პრობლემები ვერ შენიშნონ და რეალურ პრობლემებზე ვერ ვილაპარაკოთ. მაგალითად დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების წამლის დაფინანსებაზე. საერთო ჯამში ბლექსიარენას შენახვა, მისი მოვლა პატრონობა და იქ გამართული კონცერტების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტს 120 მილიონი ლარი დაუჭირს. ამ 120 მილიონი ლარით სარგებელი მოქალაქეებმა ვერ ნახეს. მხოლოდ სულ რამდენიმე კონცერტი, რომელსაც ადამიანები დაესწრნენ, კონცერტი კარგია, ის რამდენიმე საათს გრძელდება, მაგრამ მე ყველა კარებს გამოიხურავს და ამ ცარიელი შენობის მოვლა შენახვაში კიდე მილიონობით ლარის გადახდა გვიწევს დღევანდელი დღის ჩათვლით. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბლექსიარენას დირექტორი ბერა ივანიშვილის უახლოესი ძმაკაცი ამიკო იყო, რომელიც 10,000-ობით ლარის ხელფასს იღებდა ყოველთვიურად ბლექსიარენას დირექტორობაში. მაშინ როცა ფაქტობრივად მას არაფერი არ ევალებოდა. როდესაც დავსვამ მკითხვას თუ საიდან უნდა მოვიდეს დიუშენის ბავშვების წამლის ფული, ბლექსიარენა არის პასუხი. კიდევ ერთ საჯარო უწყებაზე მინდა მოგითხროთ, ეს არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. ამ აკადემიის რეალური ფუნქცია და მიზანი არის ის, რომ განავითაროს საქართველოში მეცნიერული დარგი, ხელი შეუწყოს მეცნიერულ სწავლებებს და მეცნიერულ საქმიანობას, მთავრობას გაუწიოს კონსულტაცია სხვადასხვა მეცნიერული დარგების განვითარების მიმართულებით და იყოს, ასე ვთქვათ, მოწინავე მეცნიერების სხვადასხვა დარგის განვითარებისა და მისი საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენის კუთხით. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიონი ლარით ვაფინანსებთ ბიუჯეტიდან. ოღონდ ამ თანხის 90% იხარჯება მისი წევრი აკადემიკოსების სტიპენდიებში და პენსიებში, რომელიც მათ სიცოცხლის ბოლომდე აქვთ დანიშნული მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სტატუსი აქვთ მეცნიერებათა აკადემიის მიერ მინიჭებული. ამ აკადემიის ხელმძღვანელი 2023 წელს გახდა როინ მეტრეველი, ძველი კომუნისტი, ყოფილი რექტორი სახელმწიფო უნივერსიტეტის, რომლის დროსაც სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული, ასე ვთქვათ, სასწავლო დაწესებულება საქართველოში, რომელსაც მათ შორის მსოფლიო ბანკის 2012 წლის კვლევაც კი მიუთითებს. 2013 წლიდან 2026 წლის ჩათვლით მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაფინანსებამ 65 მილიონი ლარი შეადგინა. ოღონდ ამ წლების განმავლობაში ფაქტობრივად არც ერთი ღირებული მეცნიერული ნაშრომი არ შეუქმნიათ, რომელიც მაგალითად საერთაშორისო რაღაცა ლიტერატურაში იქნებოდა ციტირებული, რომელსაც საერთაშორისო მეცნიერები გამოიყენებდნენ და დაეყრდნობოდნენ სხვადასხვა მეცნიერული რაღაცა კვლევის პროცესების დროს. ძალიან ესეთი საგულისხმო ვიდეო არის ჟურნალისტ ბექა ყორშიას განხორციელებული ზარი 2023 წელს როინ მეტრეველთან, რომელსაც ბექა ყორშია მაშინ დაურეკა მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლის სახელით. რაზე გაწუხებთ ბატონ როინ ამ დღეებში ესე ვთქვათ არაფორმალურ გარემოში შევხვდით
ბატონ ირაკლის და ესე ვთქვათ ხუმრობაში ასეთი იდეა დაიბადა. თავიდან ცოტა იუხერხულა ბატონმა ირაკლიმ მოგეხსენება ცოტა ესეთი საჯარო ცხანაირად ჩანს, მაგრამ ესეთი თავდაბალი კაცია და მუშაობს ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვან ნაშრომზე. ასეთი თხოვნა გვაქვს, რომ ესე იგი აკადემიკოსის სტატუსი რომ მივანიჭოთ, რამდენად იქნება შესაძლებელი რა. თვითონ ახლა თავიდან დიახ, არა, ბურგს არა, ბატონ ირაკლის რომ მივანიჭოთ, აი რამდენად იქნება შესაძლებელი რომ ჩათვალეთ რომ ეგ შეიძლება გავაკეთოთ ბატონ ირაკლისთვის მე მიმაჩნია და მინდა საერთოდ იცოდე თქვენს რესურსებს ჩავენიძასაც უხარი და ბატონებისა მე მქონდა დაგიგო აკადემია უჭერს სრულთასრულად ხალხს ნუ ირაკლი ღარიბაშვილი ახლა სად არის ეგ ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ როინ მეტრეველი მის გვერდით რო არ დგას, მაგას ყველა კარგად ხედავთ. სხვა შორის 2020 წელს მეცნიერებათა აკადემიის გვერდზე გამოქვეყნდა შემდეგი ტიპის Facebook პოსტი, რომ გილოცავთ დაბადების დღეს თქვენ როგორც ნამდვილ და ჭეშმარიტ მეცნიერს. ასეთი ფორმით საქართველოს მეცნიერებათა აკადემია დაბადების დღეს ბიძინეევანიშვილს ულოცავდა, რომელიც მეცნიერებისგან ისევე შორს არის, როგორც ალბათ ირაკლი ღარიბაშვილი. შეიძლება კიდევ უფრო შორსაც კი. აი ეს ყველაფერი კარგად ასახავს და გამოხატავს, როგორი საჯარო უწყება არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და რაში გადავიხადეთ 65 მილიონი ლარი საქართველოს მოქალაქეებმა 2013 წლიდან დღემდე. და როდესაც გვეტყვიან, რომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის ფული არ არსებობს, ყველაც ალბათ როინ მეტრეველის სახე უნდა გაგვახსენდეს და მისი ხმა უნდა ჩაგვესმას ყურში, თუ როგორ ეფიცებოდა ის და როგორ არწმუნებდა ბექა ყურშიას, რომ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ის მზად იყო დაუყოვნებლივ მიენიჭებინა აკადემიკოსის სტატუსი. საქართველოს პარლამენტთან წლების განმავლობაში არსებობდა საქართველოს ჰერალდიკის საბჭო. ამ საბჭოს ფუნქცია იყო სახელმწიფო გერბის და სახელმწიფო სიმბოლოების შექმნა, მათი პოპულარიზაცია და მათი რაღაცა პოპულარიზაციის ხელშეწყობა. 2025 წელს ეს სახელმწიფო ჰერალდიკის საბჭო გადაკეთდა სახელმწიფო სიმბოლოებისა და ჰერალდიკის დეპარტამენტად, რომელიც დაექვემდებარა უშუალოდ მთავრობას და 2026 წელს მისი ბიუჯეტი 700.000 ლარი იყო. საერთო ჯამში 2013 წლიდან დღემდე ეს უწყება საქართველოს მოქალაქეებმა 6 მილიონი ლარი დავაფინანსეთ. სხვადასხვა მამუკა მდინარაძე სუსის ლოგო შეცვალა რამდენიმე კვირის წინ. სავარაუდოდ ეს სახელმწიფო ჰერალდიკის დეპარტამენტმა განახორციელა, რომელსაც პირდაპირ ევალება მსგავსი სიმბოლიკების შექმნა და მისი გავრცელება. ოღონდ მამუკა მდინარაძე მე მგონი ვერც მოესწრო მაგ შეცვლილი ლოგოთი ფუნქციონირებას, იმიტომ რომ ლოგოს შეცვლასთან ერთად ისიც შეცვალეს. ჰერალდიკის დეპარტამენტში 15 ადამიანი მუშაობს, მათი ბიუჯეტის 90% შრომის ანაზღაურებაში იხარჯება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათზე დახარჯული 6 მილიონი ლარის აბსოლუტური უმრავლესობა უბრალოდ ხელფასები არის, რასაც საქართველოს მოქალაქეებისთვის არანაირი სარგებელი არ მოუტანიათ. როგორც დაინახეთ, ასეულობით მილიონი ლარი არის ისეთი, რომელიც საერთო ჯამში წყალში იყრება უბრალოდ და ამ ყველაფერს არანაირი სარგებელი არ მოაქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამიტომაც ყოველთვის, როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გვეტყვიან, რომ მათ არ აქვთ ფული დიუშენის წამლისთვის, მათ არ აქვთ ფული რაღაც სხვა სოციალური ხარჯებისთვის და ისინი ვერ მოაკლებენ ფულს ვერაფერს, აი გაგვახსენდეს მთელი ეს რაღაცა ჩამონათვალი, ბლექსი არიანიდან დაწყებული, შტატგარეშე თანამშრომლებით გაგრძელებული და მეცნიერებათა აკადემიით დამთავრებული. თუ რაში ვიხდით საქართველოს მოქალაქეები მილიონობით ლარს და როგორ შეიძლება ეს ნახა უფრო ეფექტურად დაიხარჯოს. ეს პლატფორმა უმრავლესობაა, გამოგვიწერეთ, დაალაიქეთ, გააზიარეთ ჩვენი კონტენტი და გვისმინეთ და უსმინეთ უმრავლესობის ხმას ამ პლატფორმაზე.